დღევანდელ დღეს ძალიან მძიმე იყო ამ კაცის ყურება, ხო? გრუს მესიჯი მოვიდა რუსეთის აგენტ კობახიძეს, რომელმაც ეს მესიჯი წაიკითხა და მე სიმართლე გითხრათ, იმ ხალხის მიკვირს, რომ გაუკვირდათ, რომ კობახიძე ამას ლაპარაკობს. რატომ გიკვირთ? ანუ არიცით რა ხალხია დღეს ხელისუფლებაში რა ხალხს აქვს ჩაგდებული. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად ვიდარდე იმ შარვალ-კოსტუმიან სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებზე, რომლებიც მას ედგნენ ირგვლივ. მე მინდა მიმართო ბიჭებო, მართლა ეგრე გონიათ, რომ საქართველოს დაიწყო ომი ამერიკის დავალებით, Deep State, ანუ ხო ამბობს, რომ Deep State არის ამერიკა, ხო? ეს უყურებს კობახიძე. მართლა ესე თვლით, ფორმიანი ადამიანები, ვინც დღეს სახელმწიფოს ემსახურები და არა ივანიშვილს და კობახიძეს, მართლა ესე გონიათ? თუ ეს შარულები და ფორმა რომ გაცვიათ, რა ნახატი კი არ არის, ეგ მინიატურულად გაცვიათ, უბრალოდ ფორმა და ფიც რომ დებთ სახელმწიფოს და სამშობლოს წინაშე, ეგ უბრალოდ თამაში და გართობაა. ანუ არანაირი რეაქცია არ გაქვთ, როცა ეს თავდაუბანელი ძუნძგლიანი კაცი ესეთ რაღაცებს ლაპარაკობს, მათ შორის ხადია პუტინის და ივანიშვილის დავალებით და თქვენ არ შეგწყვათ, რომ დღეს საფლავზე, გმირების საფლავზე ახლდით ხელისუფლებას, რომელმაც დააფურთხა პირდაპირ მნიშვნელობით ანწუხელიძე და ჩვენი გმირების საფლავზე. თქვენ როგორ თავაწეულები როგორ დგახართ, როგორ არანაირი რეაგირება არ გაქვთ და რა გონიათ, მე თქვენ შვილებს ეტყვით, რომ ჩვენ სახელმწიფოს ვემსახურებოდით. თქვენ როგორ მიგიყვანათ ივანიშვილმა იმ დონეზე, რომ ჩმორებათ უნდა გამოიყურებოდეთ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა სამხედროს, ყველა ადამიანს, რომელიც სახელმწიფოს ემსახურება, მაგრამ ეგ არის სირცხვილი, ეს ცდება პოლიტიკას. ეს ცდება აბსოლუტურად ყველაფერს, პოლიტიკურ კონექტურებს, პარტიებს. ეს არის სახელმწიფოებრივი სინდისის საქმეა მართლა. როგორ უყურებდით, როგორ აფურთხებდა საფლავზე ყაველაშვილი ჩვენს გმირებს და როგორ უდგახართ ამ ადამიანს გვერდით. როგორ რომელიმეს არ მოგივიდა თავში აზრად, რომ აი ამნაირ ნაძირლებს პასუხი გასცეთ. როდემ დიაპირებთ თავჩაკიდრული სიარულს, როდემ დიაპირებთ, ასე ვთქვათ, სულში ჩაგაფურთხოთ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა. ეს არის ჩემთვის მე არ გამკვირებია კობახიძის განცხადება, არ გამკვირებია ყაველაშვილის განცხადება. მე მაკვირებს დუმილი, მათ შორის ადამიანებს, რომლებსაც აცვიათ ფორმა. რისთვის იბრძოდით? თქვენ რომ მიდიოდით, შიში ხომ არ გქონდათ, როცა ტყვიაზე მიდიოდით და ახლა გეშინიათ კობახიძე ყაველაშვილმა სამსახურიდან არ გაგაგდოთ? მართლა ეგ არის ბიჭო თქვენი ვაჟკაცობა? მართლა მაგამდე მიხვედით? ამის სიკით აღარაფერი არ არის. ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენმა გმესეგ ეს პიარისთვის გაკეთდა. წულუკიანი ამბობდა, პიარისთვის მოკვდა თურმე ანწუხელიძე. ასე ფიქრობთ მართლა? რამ შეგაშინათ ბიჭო, რამ დაგადუმათ? რა 1500 და რა 2000 ლარი? მე ვიცი რომ თქვენ ხართ ვაჟკაცები, რომელსაც თქვენი მკერდი გადაგიდიათ საქართველოს სახელმწიფოსთვის. რა მოგივიდათ ბიჭო, თქვენი უმაღლესი მთავარსარდალი ეგერ ციხეშია. ჩამოვიდა სხვა ქვეყნიდან და ჩაждდა პირდაპირ გლის ხახაში სააკაშვილს გულისხმობ. არაფერს არ შეშინებია. უკან არ დაუხევია. 1000, ასე ვთქვათ, საშიში გზებით შემოვიდა. მე შენ გეტყვი ახლა იმით, რა გვია თვითმფრინავი ჩამოფრინდა. გარისკა სიცოცხლე, გარისკა ჯანმრთელობა და პირდაპირ პუტინის ხეობაში ჩავარდა. რა გჭირთ თქვენ რამ შეგაშინათ? მით უმეტეს ზინგა მართლა აღშფოთებული ვარ. შეუძლებელია უყურო ამ ადამიანების გარეწრობას. არ მიკვირს მათი განცხადება, არ მიკვირს, მაგრამ დღეს სასაფლაოზე მივიდნენ და დააფურთხეს გმირების საფლავზე. ეხლა ვინც უყურებთ, თქვენი შვილი არ არის გმირი, რომელმაც კერდით საქართველოს დაიცვა? ასე ფიქრობთ, ეს არანორმალურია, არასწორია. თქვენი შვილებისთვის ახლა რომ გადახედავთ, აი ამ საუბრის პარალელურად და თავზე ხელს გადაუსმევთ, მშვიდად არიან, წყნარად არიან, დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ. ამ გმირების დამსახურება, რას ქვია, მათი სულებისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენი სამშობლოსთვის არ უნდა ვიბრძოლოთ. რა გონიათ მართლა რომ მარტო ამ ბიჭების იყო ეს ქვეყანა და მორჩა დამთავრდა ჩვენი სახელმწიფო? შეუძლებელია ამის, ასე ვთქვათ, გატარება, ამის ატანა და ამის, ასე ვთქვათ, თავჩაკიდრული ყურება. ჩემთვის არის წარმოუდგენელი.